მოგესალმებით, ეს აგორა პოდკასტის მე-12 ეპიზოდია. კვლავ გიბრუნდებით და დღეს ჩვენი სტუმარია ზურაბ ქუთათელაძე. პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და შეგიძლია შენი თავი საკუთრებ წარადგინო. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და მსმენელებს. ჩემთვისაც პატივია, ძალიან მიხარია ეს მიმართულება, მით უმეტეს თქვენი ასაკიდან გამომდინარე. მე ვარ ზურაბ ქუთათელაძე, ჩემი ძირითადი საქმიანობა არის სარესტორნო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ვეხმარები ადამიანებს რესტორნების გახსნაში, ოპერირებაში, გადაკეთება, განმოკეთებაში და მოკლედ ესეთ საკითხებში. რთული ვითარება ბაზარზე და კიდევ უფრო მეტი მონდომება გვაქვს რომ გავაკეთოთ. ჩვენ ახლა გულწრფელები ვიყოთ უფრო მეტად სოციალური ქსელებიდან, ისე განსაკუთრებით TikTok-იდან და რაღაც ამ ვიდეო დიღურები დავარქვათ. თუ ვიდეო ჩანაწერები, ხო, შეიძლება კი ბატონო. ისე რაღაცა შენი თვითონ პროფესიული რაღაცა პროფილიდან შენი კარიერიდან გამომდინარე, აი TikTok-ამდე როგორ მოხვედი, აი რა გიზიდა და მაგალითად TikTok-ში რაღაც ამ სოციალურ ქსელებში რაღაც ამ აქტიურობისკენ ეგრე ვთქვათ. კი ბატონო. ბევრი ფაქტორია. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ არასდროს არ მიმაჩნდა საჭიროდ საკუთარი თავის მარკეტინგი. მეგონა რომ თუ შენ გახდები რაღაცა ტოპ ტიპი და მაგარი საქმის კეთებელი, აი ეს რასაც გააკეთებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ეს თავის მხრივ უკვე მოგცემს იმ ცნობადობას, რომ საჭირო წრეებში დაგინახავენ, შეგამჩნევენ და აი ეს ოქროს ბიჭია, ოქროს გოგოა და მოდი ახლა ამასთან საქმე დავიჭიროთ. რეალობა არის საკმაოდ ესეთი მძაფრი მაგასთან მიმართებაში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მივედი მოცემულობამდე, რომ აი მაგალითად ერთი შემთხვევა მახსოვს, ჩემი პირველი სტუდენტი უნივერსიტეტში ვინც იყო, იმან დაიწყო იგივე საქმე, რაც მე ვასწავლე და ბევრად უფრო კაი კონტრაქტები აიღო, ვიდრე მე მქონდა. და ხალხისთვის ის უფრო ცნობილი და ის უფრო მაგარი საქმის მცოდნე იყო, ვიდრე მე. ეხლა რაღაც ეტაპზე შეიძლება ეგრეც იყოს, ეხლა მე იმას კი არ ვიძახი, რომ ყოველთვის რაღაცა მასწავლებელი ჯობნის სტუდენტს. არა, უბრალოდ ეხლა ამ სფეროში პირდაპირ ეგრეა, რომ შეიძლება მე 4 წელი ვისწავლო თეორია, მაგრამ ის პრაქტიკაში თუ არ გამოვცადე, როგორ მუშაობს, ეს თეორია არის ზღაპარი, რაღაცა ეს ვარდისფერი სათვალე, utopიურ სამყაროში ვიყურები და მორჩა, მეტი არაფერი. და პირიქითაც შეიძლება ვიღაცა იყოს 15 წელი მუშაობდეს ამ სფეროში, მაგრამ თეორიული ცოდნა თუ არ შეარწყა ამ პრაქტიკას, არის ძალიან ქაოტური. ხო და დროთა განმავლობაში მივედი მაგ დასკვნამდე, რომ მე არავინ არ მიცნობს, გარდა იმისა, ვისაც გადავიკვეთე უშუალო სამუშაო პროცესებში რა და საკმაოდ კარგი პროდუქტები გვაქვს შექმნილი ერთიანობაში, ზოგიერთი ჩემი თავოსნობით, ზოგში მე უბრალოდ ჩართული ვიყავი, ძალიან საამაყო პროდუქტები მათ შორის და შესაბამისად გადავწყვიტე, რომ მოდი ხა ორი ვარიანტია რა. სანამ მე რაღაცაზე გამოვალ და ვიღაცას რაღაცაზე დაველაპარაკები, მე უნდა ვიყო ჯერ შესაბამისად, მე უნდა ვცხოვრობდი, ხო? ამიტომ მოდი გადავხედოთ რა გამიკეთებია, რაზეც მარტივად შემიძლია რომ თამამად განვაცხადო, იმიტომ რომ სოციქსელში ესე გამოდება ვიდეოსი, ანუ ფაქტობრივად შენ გიბიძგებს იმისკენ, რომ პასუხისმგებლობა აიღო ამ თითოეულ სიტყვაზე, რასაც ამბობ და თან ეს არ არის 1 და 2 ადამიანის წინაშე, რომ ზოგიერთის შემთხვევაში რომ შეუძლიათ რომ გადათქვან ეს სიტყვა. არა, ეს არის ათასობით ადამიანის, თუნდაც ათეულობით ადამიანის წინაშე. და ამიტომ ეს იყო ესე რომ ვთქვათ, ჩემთვის შუალედური რომ მოდის, ხო იცით, აი სტუდენტურ ენაზე რო თქვა და წინა ღამეს რო ათენებ რა, აი რაღაც ეგეთი გავუკეთე ჩემ თავს ამ სოციალური ქსელით, აი TikTok-ის გაკეთებით კონკრეტულად, რომ აი მე თუ ამ ვიდეოს დავწერე, ესე იგი всё მე სხვა გზა აღარ მაქვს. ანუ უნდა ვიცხოვრო ამ სიტყვების შესაბამისად რა და დავიწყო მე ვიდეო და მე ესე გავაგზელო რა, რომ ვიღაცას ეხა სათქმელი არ ქონდეს, რომ შენ ახლა აგერ ერთს ამბობ და მე მეორენაირად ცხოვრობ, ან მეორენაირად შეიძლება გადათქვა სიტყვა რა და გარკვეულწილად რაღაც პასუხისმგებლობისთვისაც დავიწყე და პარალელურად ცნობადობის ნაწილში ჩემი მიმართულებით ძალიან ნიშური არის ხა ეს სფერო, ხა ეს არ არის რაღაცა მე რო რაღაცა კონკრეტულად განვითარებაზე ან ზოგად მენეჯმენტზე ვსაუბრობდი, ხა ბევრად უფრო ფართო ამას გავწვდები აუდიტორიას, მაგრამ ჩემი ძალიან ნიშურია რა სარესტორნო მიმართულება. აქედან გამომდინარე დავიწყე Instagram-ზე მაქვს ცალკე მიმართულება და აქეთ უბრალოდ რაღაცა ყოველდღიურ გამოწვევებს, გამოცდილებებს, რაც მე მაგალითად დამეხმარებოდა 10 წლის წინ რომ ვიღაცას ეთქვა ჩემთვის, რომ იცი რა, არა შენ საქმე არაფერს არ გიზამს, მხოლოდ
ამავდროულად გინდა რომ ჩანდე, რელევანტური იყო ბაზარზე, ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ გადავწყვიტე საბოლოო ჯამში ამ ყოლაფში, ესე რომ ვთქვათ, ამ დიდ ორ მტრიალში ჩართვა და და ისე ეს TikTok-ში რაღაცნაირად აქტიურობა გახდა რაღაცნაირად შენთვის კომფორტის ზონა თუ მაინც შენ კიდე რაღაცნაირად კიდე რაღაცნაირად ცდილობ რომ დაუმუღამო ეგრე ვთქვათ რა. ხო, ძალიან კაი კითხვაა. კომფორტი გახდა იმ თვალსაზრისით, რომ ესე რომ ვთქვათ, ის კომპლექსი, რომ ეხა მე თუ რაღაცა ძალიან დაწყობილი და ძალიან მოწესრიგებული და უმაღლესი რაღაცა 4K ან მეტიკა ხარისხის ვიდეოში და რაღაცა დამუშავებულ ხმაშიდან ჩაცმულობაში არა ვარ, ესე იგი არ ვარ ღირსი ან არ მაქვს უფლება რომ ვიდეო დავდო, ეს კომპლექსი მომშორდა. და სულ რაღაცა ზედ მაისური მეცვას არ მაინტერესებს რამაცია თქვა თავარია რომ ეხა ძალიან ესე წესრიგს მიღმა არ ვარდებოდე და წერ ვიდეოებს ისე რომ ანუ ის კომფორტი მომცა მან რომ გულწრფელად არ მაინტერესებს იმ ვიდეოს 10 ადამიანი ნახავს 100 თუ 100,000 და რამდენი გამომეხმაურება ანუ ეს არის უფრო იმისთვის რომ დამეხმარა ამ რაღაცა ესე ვთქვათ public speaking ხო არის რაღაცა საჯარო გამოსვლის შიში ერთ-ერთი ტოპ შიშებია ერთი ამის მოწესრიგებაში დამეხმარა და მეორე მავითარებს ყოველი ვიდეოს შემდეგ ანუ სტრუქტურულად სწავლობ როგორ ჯობს რომ უფრო იყოს ესე ვთქვათ კარგად დაწყობილი ვაკვირდები უკვე იმასაც რომ რამდენ წამს უყურებს საშუალოდ ადამიანები იმიტომ რომ ეს მაძლევს შემდეგში მე იმის კომფორტს რომ უკეთესად ნახო რა სად ჩავდო ვიდეოში იმიტომ რომ ხა სულ ჰაერზე ხო არ წერ ვიდეოებს ხო კი ჩემთვის გასაგები მაგრამ ამავდროულად ვიღაცამდე უნდა მივიდეს და მივიდეს სწორად და ვიღაცა თუ უყურებს 3 წუთიდან მაგალითად 30 წამს ესე იგი მე თელი ჩემი არსი სათქმელის უნდა ჩავატიო პირველ 30 წამში და მე უბრალოდ განმარტო ეს ყველაფერი და ამაზე დავიწყე ახლა მუშაობა რომ აი ეს როგორ გავაკეთო ჩავტიო ეს თავარი სათქმელი პირველ მარტივად რომ მე თურმე წარმართი იმიტომ რომ ძალიან კარგად მოგეხსენებათ ვიღაცა კონტექსტიდან ამოგლეჯილს უცებ დაეტაკება თავს დაგესხმება არა და უბრალოდ 2 წუთით მეტი რო ეყურებინა შენსკენ იყო მაგრამ ასე ეგ ალგორითმიც მეგობრული არის უფრო რომ დასაწყისში რაღაცა ყველაფერი ეგრე არის ხო TikTok-ი მაინც ეგეთი პლატფორმა არის აი რამდენიმე წამი ჩერდება ადამიანი ერთ კონკრეტულ კლიპზე ან ვიდეოზე და შეიძლება მე გადაახვიოს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ხარ იშვიათად რომ TikTok-ზე ადამიანი ან მაყურებელი დარჩეს და ალბათ ეგ შენი რაღაც ის ფორმატი შექმენი და ბოლო დროს რასაც დავაკვირდი თუ ადრე რაღაცა ვიდეოები იყო კონკრეტული მიმართულებით, ეხლა ცდილობ რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყო და არა მარტო რაღაცა პერსონალურ ცხოვრებას შეეხო ან რაღაც კარიერას, არამედ რაღაც ერთმანეთში დააბალანსო და გააწონასო რომ ეს ყველაფერი და შენთვის ეგ რაღაცა შეხსენება ადამიანს უბრუნდები თუ უბრალოდ ჩათვალე რომ შეგეძლო უფრო მეტად გაგეფართოებინე რაღაც ეს კონტენტის მრავალფეროვნება და ასე ვთქვათ თემატიკა და შენი სათქმელი გეთქვა თუნდაც მიმდინარე მოვლენებზე იმასაც ხედავ რასაც აკვირდები რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება სანამ ჩვენ პოდკასტ შეწერას დავიწყებდით საუბრობდით ზამთრის კურორტებზე საქართველოში რაც მგონი ძალიან რელევანტური არის და მაგაზე გამახსენდა კიო და ზამთრის კურორტები საქართველოში კი ანუ მანდ იყო რამოდენიმე ფაქტორი ეხა რა მაქვს დასამალი ხო ერთი არის ის რომ ერთი და იგივე თემატიკაზე თუ რაღაცა კონკრეტულ რისერჩს არ აკეთებ შენ თვითონ არ არის სასაუბრო რა ესე რომ ვთქვათ რა ანუ და მე კიდე არ მინდა რომ ისეთ რაღაცაზე ვისაუბრო რაც არ მესმის რაც არ გამომიცდია როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად რა იმიტომ რომ არ მინდა რომ უბრალოდ ეხა გამოვიდე და ეხა ვიღაცები იმასაც კითვლიან ეხა ვიღაცამ დამიწერა ვიდეოც კი ჩავწერა მაგაზე რომ აი თქვენო ინფლუენსერებიო რაღაც ფაქტებს ელოდებით რომ რაღაცაზე აზრი დააფიქსიროთ და ჯერ გამეცინა ხა მე და მეთქი სად ინფლუენსერობა და მეორე ნუ კი ფაქტები მნიშვნელოვანია რომ აზრი დააფიქსირო ხო ეხა იმიტომ რომ ტელევიზია რო ავიღოთ ეხა ერთს მოусმენ და ვიღაცისკენ ხარ მეორეს მოусმენ და იმისკენ ხარ ამიტომ უმჯობესია რომ შენ თავს მოусმინო და ჯანსაღად ხო ანუ ანალიტიკის უნარი კონდეს და ამიტომ გადავწყვიტე რომ ისეთ რაღაცებზე მესაუბრა რომელიც ყოველდღიურობაში
გამოწვევა. მე იმიტომ რომ დღის განმავლობაში ხა ჩვენ ხო არ ვართ მხოლოდ შვილი, მხოლოდ მამა, მხოლოდ ძმა, მხოლოდ და ხო აი დილიდან საღამომდე შეიძლება იყოს ყველაფერი. მეგობარი, შეყვარებული, თანამშრომელი, სტუდენტი, კლასი, უამრავი რაღაც შეიძლება იყოს რა. ისევ როგორც დღის განმავლობაში შეიძლება იყოს ყველანაირი ფსიქოტიპი, რაც შეიძლება იყოს გაბრაზებული, გაბოროტებული, ბედნიერი, კმაყოფილი, ხო? ანუ ამიტომ ჩავთვალე რომ ეხა მეხმარება ის რომ აი თუ ყოველდღიურად თქვა რაღაც აქტიურობა გექნება სოციალში უფრო მეტი ადამიანი იწყებს ამის ნახვას ხო და მეორე საკითხი ის რომ თუ შენ ყოველდღიურად აქტიური ხარ ესე იგი შენ ყოველდღიურად რაღაც ნაბიჯს დგა ანუ ვერ ჩაწერ ვიდეოს თუ ნაფიქრი არ გაქვს ამაზე ხო ანუ აქედან გამომდინარე რაღაცნაირად გეგმასავით მაგ ჩამოწერილი მაქვს bullet point-ებად ანუ რა თემატიკაზე მინდა რომ თქვა ვიდეო ჩავწერო, წერ ზოგიერთ დრავში ვინახავ თუ არ მომწონს რაღაც ისეთი არა რომ ვერ გადმოსცემს სათქმას როგორც ეს დარიგია და რაღაცას პირდაპირ ვდებ რა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ესე მრავალფეროვნება იმის მიხედვით გამომეტანა ჩემ ყოველდღიურობაში რა საჭიროებასაც ან რა გამოწვევასაც წავაწყდები ხოლმე რა. იქნება ეს რაღაც ოჯახური მდგომარეობა, იქნება რაღაცა ეს ურთიერთობა, იქნება ეს მენეჯმენტის განვითარების, გასაუბრების, შეხვედრების თუ ასე შემდეგ. წერა ნახსენე კომენტარებში და აი მაგასთან მაინტერესებდა ასეთი რამ რომ მეც რამდენიმე ჩვენს კომენტარებში წამიკითხე ესეთი რაღაცა სულ აბსურდად და სისულელად მომჩვენებია და ამ ყველაფერთან შეგუების პროცესი როგორი იყო შენთვის და მე კიდე დავამატებდი კითხვას თქვენი ახლო წრიდან მაგალითად პროფესიული ასეს ნიშური წრერაც არის პირველი რეაქცია რა იყო ეს უკუ რეაქცია რომ სულ ინფლუენსერობა დაიწყეთ როგორი იქნება გამო ეგ სტანდარტული პროცესია კომენტარებით რო დავიწყოთ ანუ არა მოგატყუებ რო გითხრა რომ რაღაცა ეს კანი გავისქელე და ჩემზე არ მოქმედებს კომენტარები თქო არა რა მაგიტო ვცდილობ რომ რაღაცა ისეთი ძალიან ბევრი კრიტიკული ხედვაც მაქვს თუნდაც ჩვენ ერზე იმიტომ რომ არ ხედავ ისე ვარდისფერი სათვალით რომ რაღაცა მაინც და მაინც რაღაცა ღვთისგანრჩეული და ესეთი კალთა გადაფარებული ერი ვარ შეიძლება ვიყოთ თეორიაში, მაგრამ პრაქტიკაში ამას არ ვიყენებთ შესაბამისად, იმიტომ რომ მე თუ ვიღაცამ ამარჩია, ეს არ არის მარტო სარგებლის მიღება, ხო, ეს პასუხისმგებლობასაც ამავდროულად მაძლევს, ხო? იგივეა, რომ ეხა აი მამაკაცები ვართ და თქვა პირობითად ჩვენ მეორე ნახევარ ქალბატონმა, ხო, აგვარჩია. ეს ხო არ არის, აუ ეხა მე მაგარმა გოგომ ამარჩია და რაღაცა ეს მამლებივით ავიფოფრო და ვიარო შეგრე, ხო? ეს ხო ანუ აბსურდია, ეს ამარჩია ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებლობაც და მე კისრა, ესე რომ ვთქვათ, ამავდროულად რომ ვიყო საუკეთესო, რომ ვინც აირჩია, მართლა ის ვიყო და კიდე უფრო მეტი ვეცადო. ამიტომ ვერ ვარ ეგრე, ანუ კომენტარებშიც ეხლა რომ დაუბრუნდეთ ამ თემატიკას, ვცდილობ რომ აი ეს კრიტიკული რაღაცა ძალიან ძაფრ თემებს არ შევეხო რა. აი მაგალითს მოვიყვან, ადრე ჩავწერე ვიდეო, რომ არ ვართ მასპინძელი ერი მეთქი რა. და ნუ აი შოკი იყო, ალბათ ერთი 30000 ნახვა ქონდა რაღაცა საათებში, აი გავგიჟდი მეთქი რამ გაამწარა და ეს ხალხი თქო რა. და კომენტარებში ხო ნუ იქ რაღაცა ლანძღვა, ისა მადლობა ღმერთს გინება არ იყო, მაგრამ ლანძღვა იყო, კაი ესეთი უშვერი სიტყვები. და იმ ვიდეოში უბრალოდ დიფერენცირება იყო განმარტებების. და ხო, და ყველას ეს პირზე რო ეკერათ, ანუ ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელი რა და ანუ ჯერ ერთი რომ იქ მასპინძელი საერთოდ ქართველიც არ არის ერთი, მეორე რომ ანუ სტუმართ მოყვარეობა და სტუმართ მასპინძლობა არის ძალიან განსხვავებული ორი რაღაცა ცნება რა. ჩვენ სტუმარ მასპინძელი ერი რანაირად ვიქნებით, ანუ ვისთვის უნდა გვემასპინძლა მთელი ცხოვრება ვოუმთ. ხო, ანუ მაგას ვიზახი ხოლმე სულ და უბრალოდ აი ეს არ მოისმინეს, არ უნდათ და ეგრევე რაღაცა ხო იცი აი უნდათ ეს წყურიათ რომ იარლიყი მოგაკრა, რომ შენ მათზე ცუდი ხარ და მე გლანძღონ. იმიტომ ის არ აინტერესებს მართლა ხარ თუ არა. თავარია რომ შენ სათანადოდ აი დასაწყისში მაინც წინადადების, აი 5 სიტყვიან წინადადებაში პირველი ორი სიტყვა თუ თქვი ისეთი რაც ამათ აძლევს ამ გასაქანს, უნდათ რომ გაგლანძღონ უკვე. და ამიტომ ვცდილობ არ მაქვს ეგ გამომუშავებული, რომ აი რაღაცა კომენტარებზე რაღაცა ნეიტრალური ვიყო და არ მივაქცევ ყურადღება, რა თქმა უნდა, ხა არ შევდივარ პოლემიკაში, იმიტომ რომ ეგ მაინც ვისწავლე, რომ ისევ და ისევ მევზიანდები და მევზარალდები
და აქედან გამომდინარე ვცდილობ რომ რაღაცნაირად აი ეს ოქროშუალედის ლავირების საშუალება მოვძებნო, რომელიც არც ესე რომ ვთქვათ ჩემს მეობას გადაფარავს, რომ რაღაცა სხვა ტიპად წარმოვდგე და არც რაღაცა ძალიან კაფიოდ ეტყვის ვიღაცას, რომ აი შენ ცუდად იქცევი რა, იმიტომ რომ არავის არ სიამოვნებს ამის მოსმენა. მირჩევნია რა არის კარგი ამას გაუსვა ხაზი, ვიდრე ის რომ რა არის ცუდი და როგორ არ უნდა მოვიქცეთ მაგალითად. და მეორე ის იყო მეორე კითხვა იყო თუნ აი ახლოს წრიდან რა არის დამოკიდებულება. როგორც ყოველს არის ხოლმე ქილიკი რა, აი პირველად ყოველს მოყვება ხოლმე რაღაცა დაცინვა. ეგ იყო ჩემი პირველი ეტაპი, მაგაზე გავიარე, LinkedIn-ზე რომ დავიწყე პოსტების წერა რა, გამოცდილებიდან ძალიან სტრუქტურულად ისე პოსტების წერა. და ნუ თანამშრომლებმა, მეგობრებმა რაღაც დაიწყეს ქილიკი, რომ აი ეხა ეს რაღაცა ეს დაიწყე ინფლუენსერობა ესე და ეხლაც მახსოვს ერთ-ერთი შეხვედრა იყო და ძალიან ისეთი იმ კონკრეტულ სოციუმში, რომელშიც ეგ არაერთხელ იქნა განხილული და პოსტებით ჩაგდებული და რაღაცა და ისა ინვესტორი ამბობს, რომ აი ზურაო შენი პოსტებისო მეშვები ვადენო თოხუს და ძალიან მომწონსო და ანუ წვეთა იყო გადახედეს ერთმანეთს, გადმოვხედეს მე რაღაცეები და აი მის მერე გასული ალბათ ერთი წელიწადზე ცოტა მეტი და ეხა უკვე ყველა იგივე პოსტებს წერს იგივე მიმართულებით რა, თავის მიმართულებით. ანუ ალბათ ეგრეა, ბევრი იძახს მაგას, მეც მომისმენია, ბევრი ამბობს, რომ აიცი რა, რაღაც ახალს თუ აკეთებ, ჯერ იქნება რაღაცა დაცინვა, მერე იქნება რაღაცა დამონათება ამაზე, მერე შეიძლება იყოს შური ალბათ და ნუ მერე ალბათ უკვე რაღაცა აღრთოვანება და სიყვარული რა, რაღაცა ესე. მე ალბათ მიბაძვა და ციკლი ყველგან ერთნაირად მუშაობს. კი, ზუსტად მიბაძველობაც უკვე არის მაგაში. თუმცა ეხა რო თქვა რომ აი მომბაძესო, ეხა ჩემზე მაინც და მაინც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არის რაღაცა ერთი პატარა მაგალითი. მიბაძვას ძალიან ისეთი ჩემი გადმოსახედიდან დიდი საქმეების კეთება ჭირდება, რომ მოგბაძოს ვიღაცა. იმიტომ რომ დღეს ეხა რაღაცა შეიძლება გააკეთო და აღმოჩნდეს რომ რაღაცა 30 წლის წინ ვიღაცას უკვე გაკეთებული ქონდა. და დღეს მაინც სიახლე იყოს დიდ ნაწილში სოციუმის რა. როგორც აი მუსიკალური მეებზე არის ხოლმე ჟანრი, აი გამოვა რაღაცა ძალიან პოპულარული მუსიკა გავარდება, რაც შეიძლება ესე აღმოჩნდება რომ თუნდაც 70 წლის წინ ვიღაცამ დაწერა მელოდია იგივე სიტყვები არის. ეგ სოდაშურის ეგ დიდ ხალხს შეეხო ზეპელინსაც შეეხო Pink Floyd-ს და რაღაცნაირად გული დამწყდა მაგაზე, მაგრამ ნუ ასე არის და რაღაც მომენტში არც გამკვირვებია ალბათ. ხო, მარათან აქ ძალიან მომწონს რა, იცი რომ ორიგინალი უფრო დიდხანს ძლებს. ის მუსიკაც, ის მისი მიმდევარიც უფრო დიდხანს არის ერთგული ამ ყველაფრის და რაღაცნაირად ეგ მახალისებს და სიამოვნებს, იმიტომ რომ არ მახსენდება არც ერთი მუსიკა, რომელმაც იგივე დროს გაუძლო, როგორც მათ თუნდაც Led Zeppelin პირობითად ან Guns N' Roses ან Pink Floyd-ს ან ნებისმიერი მსგავსი ტიპის ბენდის თუ სოლო არტისტის თუ ნებისმიერ შედევრს, ესე დავარქვათ. ეხლა მე ცოტა უფრო დიდ რაღაცა საკითხს შევეხოთ და შენ ხშირად ლაპარაკობ, ნუ რამდენიმე ვიდეო იყო, რომელიც აი საქართველოსში ძალიან სენსიტიური საკითხი იყო, მაგალითად დეცკინიმა და ეგეთი თემები, მაგრამ მე რაღაცნაირად ყოველთვის თან ჩემში ძალიან დიდ პროტესტს იწვევს და კრიტიკას, რომ საბოლოო ჯამში რომ მიმოვიხედები, ანუ საქართველოში არის ძალიან დიდი ვაკუუმი, ანუ როგორ თქვა ეს აი ეპისტემოლოგიური ვაკუუმი დავარქვი, იმიტომ რომ არის რაღაც ნებები ან რაღაცა სიტყვები, რომლებიც რაღაცნაირად მნიშვნელობა ან დაკარგეს, ან საერთოდ გაუფარსებდნენ, ან საერთოდ შეიცვალა. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება დრო იცვლება, ან კონტექსტი იცვლება, რაღაცა ხალხის წესშუალებები იცვლება. მე მეორე მხარეს იმასაც ვაკვირდები, რომ ამ საზოგადოებაში ძალიან დეფიციტურია, ძალიან ჭირს ხალხი, რომლებიც ნორმებს აყალიბებს. და რაღაც მომენტში ჩვენ თვლით, რომ ვართ კონსერვატიული საზოგადოება და ეხლა კონსერვატიული საზოგადოება სოციოლოგიურად და პოლიტიკურად არის ასეთი მოწყობა არის, რომ არის რაღაც კონკრეტული ჯგუფები, რომელსაც აქვს რაღაცა უფრო მეტი რესურსები, უფრო მეტი რაღაც ეს მორალური უპირატესობა, მაგრამ რაღაცა მორალური წესშუალებები, რომლებიც არ აქვს სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს და ეს ადამიანები აყალიბებენ კონკრეტულ რაღაცა ტენდენციებს, კონკრეტულ რაღაცა პატერნებს, რომლითაც იმართება მაგალითად
საზოგადოებები და ეს ხალხი ქმნის რაღაც ამ ინსტიტუციებს. რაზეც ხალხი თანხდება, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა და რისკენაც მივიდივართ. და მე მაინტერესებს შენ თვალით დანახული აი ეს პროცესი, ეს რაღაც მომენტში დეგრადაცია არ დავარქვათ, მაგრამ აი ამ ხრივ უკან დახევა რაღაცა უმეტესი დიდი ნაწილი ჩვენი არის, არ გავა ზოგადად, მაგრამ დიდი ნაწილი ჩვენი არის, როცა რაღაცნაირად არ ვიცი ამას დეზორიენტაცია დავარქვა, არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ, არ ვიცი იდეოლოგიური ვაკუუმი დავარქვათ ქვეყნის თუ ერის. ან მოცემული მოვლენები შეიძლება. ხო, ეს შედეგები რაც გვაქვს სიმპტომები, ეს არის სიმპტომი არის უბრალოდ რაღაცა იმ დიდი ფესგადული, ასე ვთქვათ, პრობლემის, რომელიც რატომღაც გონი დიდი ხანია უკვე თან გვსწევში. კი, რავი, ანუ ძალიან რთული არის ზოგადად მაგას საუბარი, იმიტომ რომ უამრავ ფაქტორს მოიცავს. დაწყებული სოციალური, გაგრძელებული ეკონომიკური და ვიცი ალბათ დამთავრებული ოჯახური იერარქიების ნაწილში, ხო? ჩემი გათვლებით ეხა რამოდენიმე ფაქტორია რა, იმიტომ რომ პირველი ის რომ საიდან ვსწავლობ ჯერ ამ ქცევით პატერნებს, ანუ წესრიგი, აი რაღაცა რო ცუდია, რაღაცა რო კარგია, პირველ რიგში საიდან ვსწავლობთ, ხო, ოჯახიდან. ანუ გონია ხშირად, ეხა მეც მშობელი ვარ მით უმეტეს და მაქედან მე თვითონაც ვსწავლობ ამ პროცესს, ხო? გონია რომ თუ ჩვენ აუხსნით ბავშვს რა არის კარგი, ის ბუნებრივად ამას მიხვდება, გაიაზრებს, გაითავისებს და დანერგავს თავის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, მე ესე ვიქცევი თუ არა, როგორც მას მოუწოდებ. ანუ ძალიან ხშირად მშობლის მოთხოვნა, რომ როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი და მისი ქცევა არის განსხვავებული. მეორე საკითხი, რასაც მე ამას ესე ვთქვათ, მიზეზად თვლი არის, რომ ძალიან ბევრი ოჯახი არის მოშლილი, ან დაცილებული, ან ემიგრაციაში წასული და ბავშვები როცა ვერ ხედავენ არამატერიალურ ღირებულებებს ოჯახში, ხო, რომელიც შეიძლება იყოს ურთიერთპატივისცემა, ასაკის პატივისცემა მაგალითად, იქ თუნდაც რელიგიური ნაწილი, ხო, აი რწმენა არ არის აუცილებელი მაინც და მაინც კონკრეტულად ღმერთის რწმენა. რწმენა, რომ რაღაცა ადამიანური არსებობს, რაღაცა ბუნების კანონმდებლობა არსებობს, რომელიც შენ გავალდებულებს, რომ რაღაცა შეიძლება არ გსჯიდეს და ციხეში არ გიშვებდეს, ან გაჯარიმებდეს, მაგრამ მაინც არ შეიძლება. შინაგან რაღაცა მოწესრიგებელი პრინციპი. იმიტომ რომ მე მჯერა რომ ყველა ჩვენ რაღაცა მსგავსი რაღაცა პრინციპები გვაქვს და ამის ნათელი მაგალითია რაღაცას რომ ბჭობ, ხო, აი გავაკეთო თუ არ გავაკეთო, ხო, ან გააკეთე და მე როგორ გზნობ თავს. აი თქვა შურის ძიების დროს არის, რომ გონია რომ აი შურს თუ იძიებ ვიღაცაზე და აი всё მე დამშვიდები, ალბათ ვისაც შური უძიებია თუნდაც მცირე დოზით, რომ ვიღაცა უცემია საპირწონეთ, მაგალითად, რომ რაღაც ზიანის გამო ან რაღაცა დაუზიანებია სიტყვიერად, ვერბალურად ასე შემდეგ, ანუ დარწმუნებულია, რომ არც ერთი შვებას არ გძნობს. არც ერთი, ხო, ანუ აქედან გამომდინარე რაღაცა ეს დოგმა არის მოშლილი. მეორე ამას ხელი შეუწყო სოციალურმა ქსელებმა. აი მე მაგალითად ისეთ სოციუმში გავიზარდე, რომ ყველა სიტყვა ძალიან უნდა აგეწონა რა, იმიტომ რომ თუ ესე არ იზამდი, ვიღაცა გამოხტებოდა, ვისაც უნდა რომ რაღაცა თავისი ძალა მოესინჯა, ან რაღაცა დაემტკიცებინა თავისთვის, ან სხვისთვის, ან შენთვის და გამოგეკიდებოდა ამ სიტყვაზე და დაგიწყებდა რაღაცა ეს საქმეების რჩევას და მე შეიძლება ცემატყებამდე მისულიყო ეს ყველაფერი. რაც ეხლა საერთოდ სხვა სუბკულტურაა, სხვა სოციუმია, მაგრამ რეალობა ეგ იყო ეხლა რა. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შეუძლია რაღაცა ათასობით სისაძაგლე თუნდაც ან კარგი ან ნებისმიერ ტიპის კონტექსტი დაწერო სოციალურ ქსელში და ამაზე პასუხი არ აგოს. და თუ ვინმე მოვაკიდე პასუხის მოსათხოვად, ეტყვის რომ არა მე არ მეთქვია და სანამ ის სახში მივან, სანამ შეამოწმე, შეუძლია რომ წაშალოს თქვა. ეგაა პრობლემა ერთი. ანუ სიტყვაზე პასუხისმგებლობა არც არავინ გთხოვს და ჩვენ თავზე მოთხოვნა მაინც და მაინც არ შეგვიძლია ადამიანებს. ძალიან დიდი ნებისყოფა და ძალა გჭირდება ადამიანს, რომ საკუთარ თავს მოთხოვო ის, რაც მოსათხოვია. რაზეც თუნდაც დასაწყისში დავიწყეთ საუბარი, რომ შეგიძლია რომ მოიპარო და არ მოიპარო, მაშინ ხარ კაი ტიპი. და არა ის, რომ არც შეგიძლია და არც იპარავ. ხო, ანუ ეგაა მთელი მუღამი რა და ალბათ გონია რომ ეს თუნდაც სიტყვებმა მით უმეტეს ადამიანები დარწმუნებული ვინც თავის დედაზე იგინება, დარწმუნებული ვარ რომ
იმას გააზრებული არ აქვს, იმიტომ იმდენად გაუფასულდა ეს სიტყვა მის გონებაში და მის პირში, რომ მნიშვნელობაც დაკარგა და უბრალოდ აი შემავსებელი სიტყვა უფროა საუბარში, ვიდრე რაღაცა ღირებული მნიშვნელობის მქონე სიტყვათა წყობა ამ შემთხვევაში, ან შინაარსობრივი და ალბათ უფრო აი ეს ფაქტორები ახლა შეიძლება ბევრად მეტი სიღრმისეული რაღაცაა, რაც თქვათ რომ იწვევს ამ ყველაფერს, მაგრამ ფიქრობ რომ ეს დაშორებული ოჯახები, ცალსაკე მცხოვრები მშობლები, შესაბამისად რაღაცა ბიჭი არიზდება ხშირ შემთხვევაში მამა ესე როგორც მისაბაძი პიროვნების თვალწინ ხო გოგო არიზდება ხოლმე დედა როგორც მისაბაძი მანდილოსანის თვალწინ და ურთიერთ ნაწილშიც ბიჭი ვერ ხედავს მამა როგორ ექცევა დედას, იმიტომ რომ საერთოდ დედა არ აყავს ახლომახლოს და ვერ ხედავს ქალის ინსტიტუციას და არ იცის როგორ ეურთიერთობოს და იგივენაირად გოგო კაცთან ხო, იმიტომ რომ გოგო ვერ ხედავს მის რაღაცა იგივე სქესის მატარებელი ადამიანს ურთიერთობას საპირისპირო სქესთან. და უჭირს ესე რომ ვთქვათ იმის გააზრება რომ როგორ ეკონტაქტოს მას და შეიძლება იყოს ან ძალიან ფამილიარული მასთან ან ძალიან ჩაკეტილი და შესაბამისად უკვე მე ეს ფაქტორები ალბათ მოქმედებს ძალიან. ახლა ამაზე დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უფრო ბევრი კომპეტენტური ადამიანია და კომენტარებში ყველა კომპეტენტურია თან, მაგრამ ვიღაცები იტყვიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ეს არის ჩემი დაკვირვება და ჩემი ესე რომ ვთქვათ აღქმა ამ ყველაფერს. ახლა მე არ ვარ ექსპერტი და ვერ ვიქნები არც მჯერა რომ როგორ ზოგადად ადამიანთა ურთიერთობის ექსპერტი არსებობს, უბრალოდ ვიღაცას უფრო მეტი ესმის, ვიღაცას ნაკლები და ვიღაცას უფრო მეტი გამოცდილება აქვს უბრალოდ. ჩემი დაკვირვებით კიდე ის არის, რომ შეიძლება თქვა პირველი საფეხური რაც არის ეს თუნდაც ოჯახის ინსტიტუტი და ზოგადად ეს დასაყრდენები როცა შემოეცლება რაღაცა ადამიანს რომელიც განვითარების რაღაცა ეტაპზე არის, ანუ ეს გავლენის წყარო როცა არ არის და ეძებს რაღაცა სხვანაირად დააკომპენსიროს ეს რაღაცა ფუნდამენტური გავლენები, თუნდაც მე გადაიხრება რაღაცა ქუჩური ცხოვრებისკენ ან რაღაცა სხვადასხვა ტიპის ცხოვრების სტილისკენ და ამით რაღაცა შინაგანი ვაკუუმის შეცვლებას ცდილობს და თან კიდე აი მან ეს მორალური რაღაცა დეგრადაციის მომენტი ისე რომ კარგი შეიძლება იყოს მდგომარეობა როცა არ იცი რაღაც ინსტიტუტები არ არის რომლებიც გეუბნებიან რა უნდა გააკეთო მაგრამ უკვე იცით მდგომარეობამდე მომენტ რომ უკვე ჩვენ შინაგანში როგორც ზუსტად როგორც ჩვენ აღნიშნე რომ შინაგანადაც აღარ გვაქვს ის რაღაც შემაკავებელი მომენტი რომ კარგი შეიძლება არ იცოდე რა უნდა გააკეთო მაგრამ არსებობს რაღაც რაც არ უნდა გააკეთო და ამას არც გარემოებები არ გამართლებს, არც რაღაცა კონკრეტული მოცემულობა ან კონტექსტი და არ გამოდგება რაღაცა რაციონალიზაციის, რომ რაღაცა ეს კონკრეტული მოქმედება და დამოკიდებულება სწორი ან არასწორი და და კიდე მე რაც მაგ შემჩნეულია სენივით არის, რომ საბოლოო ჯამში ეს კომპლექსია თუ სენი არ ვიცი რა, რომ აქ ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის რაღაცა მორალური უპირატესობის მოპოვებამდე, რომ ხო რაღაცა მაინც მორალური აბსოლუტისტები გამოვდივართ რაღაცა შავ თეთრში ხშირად უყურებთ მოვლენებს გარდა პოლარიზაციისა და იმ რაღაცა ფრაგმენტირებისა რაც ჩვენ საზოგადოებაშია და აი თუნდაც ხო რაღაც მომენტში ხო ბევრს ეწყინება ეს მაგრამ თუნდაც ტრადიციული უკვე გავრცელებული რაღაცა სტერეოტიპული ქართული სუფრა როგორ არის ხო რაღაცნაირად იმდენად რაღაცა ვერტიკალური გახდა იმდენად რაღაცა რაღაცა ხო რაღაცნაირად პოლიტბიუროს ხდომას ამსგავსება რომ არიან კონკრეტული ადამიანები რომელსაც აქვთ რაღაც ეს მორალური ინტელექტუალური უპირატესობა და ესენი არიან რაღაც ლიდერები და ეს ხო სცენ ლიდერში ფარისეულობა არის სიყალბე არის და ეს ხო არ ყოფილა არასდროს პრინციპი და ზოგადად აზრი სუფრის და მამარდაშს კარგად რომ ევქარისტიული იყო რაღაცა რომ საზიარო იყო და პურის გატეხვა იყო და ერთად ყოფნის დღესასწაული იყო და ალბათ ეგ სუფრაც ერთ-ერთი გამოხატულებაა მაგის რომ მაგ ხრივ მაგ კულტურის მაგ ტრადიციის ხრივაც ნუ დიდი უკანახება გვაქვს ეს ჩემი დაკვირვება არის სუბიექტური კი სამწუხაროდ მეც გეთანხმები ამ ყველაფერში სუფრა მე ვარ ერთადერთხელ ვარ ნაყოფი ტრაპეზზე მამაოებთან ერთად და მან დავინახე რა იყო სუფრა მან არ იყო რომ ყველაზე დიდ მუცლიანი, ყველაზე მსმელი ადამიანი იყო თამადა. მან იყო ადამიანი თამადა, რომელიც აი იდეალურად აბალანსებდა რას, რომ აი გამოცდილების გაზიარებას, იუმორს და ქართულ ტრადიციებს.
და ეს იყო რა იცი რომ ის კი არა რომ თამადა არის ვინც ერთადერთი ვისაც უნდა მოусმინოს ხალხმა არა ანუ აქ თამადა არის უბრალოდ ვინც იწყებს და ვინც ესე ვთქვათ საუბარი ანუ ამ შემთხვევაში სადღეგრძელო მიყავს კონკრეტულ განვითარების წერტილამდე დანარჩენები იგივენაირად მნიშვნელოვნები არიან სუფრაზე როგორც თამადა უბრალოდ თამადას ის მეტი ვალდებულება გააჩნია რომ ეს ყველაფერი ან ლავირება შეძლოს ამ ყველაფერს რა აი თუნდ ფოლკლორი, თუნდ კვების კულტურა, თუნდ დალევის კულტურა, აი ძალიან განსხვავებული იყო. ძალიან განსხვავებული იყო. იმიტომ რომ მეც გავიზარდე იქ, სადაც აი რაღაცა ოღრაშობა და ვიღაცა შეიძლება რაღაცა კრამიტიდან სვამდა და ვიღაცა შეიძლება ცისტერნიდან და ვიღაცა საერთოდ არ სვამდა და 2 დღე შეიძლება რაღაცა ჩაგდებული ეგდო სადღაც იქ და სანამ იპოვიდნენ და აი ეს ყველაფერი იყო ჩვენ ძალიან მოცემულობად რა. ბევრ ესე შემოგარენში სოციუმში და აქ რომ ნახე პირველად მე დავინტერესდი რა და აღმოჩნდა რომ თურმე ეს ის სუფრა არ არის რაც იყო რაც ქრისტიანულია რაც ქართულია და ეს არის უბრალოდ რაღაცა დამახინჯებული სახეცვლილი იმიტომ რომ აი როგორც ყველაფერში ნახე განათლება რო არის პრობლემა და იგივე თვით პასუხისმგებლობას ადამიანებს არ ასწავლიან ხო ანუ ვინ უნდა ასწავლოს ვისაც აქვს რესურსი სახში რომ დაუჯდეს ბავშვს და აჩვენოს რა არის პასუხისმგებლობის გააზრება რომ ფული მაგალითად ისე არ იშოვება თუ რაღაცას არ გააკეთებ მაგალითად ხო ან რაღაცას თუ მეტყვი უნდა შეასრულო და ამისთვის მე უნდა ვიყო მშობელი როგორც რომ გეუნები რომ იცი წაგიყვან პარკში მაგალითად რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა წაგიყვანო მაშინ აღარ უნდა გითხრა და ის არ არის რომ რადგან მშობელი ვარ მე ხა მოგატყუებ იმიტომ რომ დაგამშვიდო დღეს და ხვალ სხვანაირად არა ბავშვს ყველაფერი ახსოვს ისეთები ახსოვს რომელიც შენ არ გახსოვს იმიტომ რომ უკეთესად არის მისი ტვინი ჯერჯერობით მოწყობილი რა აქედან გამომდინარე განათლების პრობლემა რო არის მე ხდება რა რომ ადამიანი რომელიც არ არის მზად პოზიციისთვის ის რომ დასვა თანამდებობაზე ის იწყებს პირველ რიგში ამ ძალაუფლებით ტკბობას და მე ადის ეს ძალაუფლება იბერება და აი რაღაცა საოცრებები ემართება რა და იგივეა სუფრაზე ადამიანი რომელიც არ იმსახურებდა თამადობას ერთხელ რო დანიშნეს თამადად მეორედ მესამედ მეოთხე და გაებერა ამას ეგო და ეხა რაღაცა მე ვარ თამადავარო და ეს თითის ბაკონი დაიწყო მაგიდაზე იმან უკვე დაამახიჯა ეგ ტრადიცია იმან დაივიწყო რომ სხვასაც უნდა მოусმინო იმან დაივიწყა რომ ჯარიმა ის კი არ უნდა იყოს რომ შენ ახლა უფრო მეტი დალიე რომ უფრო მეტად მოგწყდეს კი ესე არა ჯარიმა არის რომ როგორც დავსხედით სუფრასთან ისე ავდგეთ და აი ესეთი რაღაცები პირდაპირ ჩემი გადმოსახედიდან დადის ისე და ისე განათლებამდე და განათლება ხალხს გონია რაღაცა უფრო მეტი წიგნის წაკითხვა, უფრო მეტი დიპლომის ქონა და ასე შემდეგ. ანუ არა განათლება არის ის რომ რასაც კითხულობ და რასაც სწავლობ რომ გაითავისო. თორე ადამიანი ახლა მეც მქონდა მაგალითად ეგ რომ წიგს თუ დავიწყე და უნდა დამემთავრებინა. და ბოლოს მე აი რატო ვიწამებ თავს ან რატო ვაწამებ ამ წიგს? თუ არ მომწონს, ან ვერ გებულობ, რატო უნდა დავამთავრო ძალით, რას მომცემს, ხო? ამიტომ დავიწყე ისე რომ თუ მაინტერესებს მარტო იმ წიგნებს კითხულობ. და რაც მაინტერესებს, იმას მივყვები. შეიძლება იყოს მომენტი, რომ რაღაც მომენტი არ იყოს საინტერესო, მაგრამ აი ეგაა ზუსტად დისციპლინაც, რომ აი რაღაცა 10 გვერდი, 20 გვერდი, 30 გვერდი შეიძლება მაინც წაიკითხო დამატებითად, რომ ნახო იქნებ მერე იშლება, ხო? იმიტომ რომ არის ხა წიგნები, რომ პირველი 50 გვერდი შეიძლება წაიკითხო არ მოგეწონოს და მერე ისე სასიამოვნო ჩაიშალოს, რომ საერთოდ მერე ვეღარ გაჩერდე, ხო? აქედან გამომდინარე აი ეს კულტურული ნაწილი, ფიქრობ, რომ განათლებას უბრუნდება ისევ და ადამიანი, რომელიც არ არის შესაბამისად განათლებული და თვით შემეცნება პირველ რიგში განათლება, რომ შენ გაიგო რა ვინ ხარ საერთოდ. რამდენად კაი ტიპი ხარ, იქნება და ძალიან ცუდი ტიპი ხარ, ხო და როგორ უშველო ამ თავს. როგორ გახდე კაი ტიპი. ამას თვითშემეცნებას თუ არ მიუდგები, მე აი მივდივართ იმ მოცემულობამდე, რომ აი და მიჩქმალვის და დამალვის გამო რაღაც ახლებს ვიგონებთ, ან თიც ვიშვერთ სხვისკენ, რომ აი იმან ეს ეკნა, რომ ყურადღება იქეთ გადავიდეს და მე ჩემი ეს რაღაც უნარობა ან ჩემი ცუდი კიდე რაღაც პერიოდით დავმალო და გადავავადო, რომ სანამ სააშკარაოზე გამოვა. და იქნებ იმდენჯერ გადავახედო ადამიანს, გავახედო მოტყუებით ადამიანი, რომ საერთოდაც მიიწყონ ეს საქმე რა. ტყუილი ხდება რაღაცნაირად ნორმა რა და კი, ერთ-ერთი საშუალება რომ ამ თავში თავის რეალიზებას მოუხდინო ამ საზოგადოებაში. ბოდიში. და ერთ-ერთი თქმა ჩვენ საერთო მე ვარ მოგვითხრა ცოტა ხნის წინ რომ სუფრა არის გამკლავის მექანიზმი საქართველოში. გაქცევის საშუალებაა და
რომ დააკვირდე, გავრცელებული ხა კოლორიტული ქართული სუფრა რაც გამოდის თუ ქალაქური ეგ ისაა რაღაცა პრაქტიკა რა. გაიქცე. დალევა არის ალბათ ეგ. ხო. დალევა არის და ეხლა მე მაგალითად ეხლა ბოლოს საფხულში ვიყავი სვანეთში, ჩემი მეუღლეა სვანეთიდან და იქაც მაინც უფრო შემორჩენილია. ბევრად უფრო კულტურული იყო, ძალიან სასიამოვნო ფოლკლორი, რაღაცა მოსმენა, პატივისცემა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ასაკის პატივისცემა კიდევ განსხვავებულად იციან მთებში, ჯერ კიდევ, ხო? მართლა განსხვავებული ხა ეგ არ არის რაღაცა ჩემი დაკვირვება, რეალობა არის რა. ასაკში რომ ბაბუა კაცი არის, პაპა, რასაც ეძახიან რეგიონის მიხედვით, იმას სხვანაირი პატივისცემით უყურებენ მთაში, ვიდრე უყურებენ დღეს თქვა ქალაქებში რა. და ეს რაღაც ტრადიციულობა უფრო მეტად იქ ძალით თუ ნებით თუ უნებლიეთ თუ როგორც მივედით აქამდე იმის მიხედვით სად გავიხედებით, უფრო არის შემონახული ვიდრე ქალაქში. და ეს რო თქვა ურთიერთობის ნაწილშიც ეხა ადამიანს სუფრაზევე ეტყობა, ვინ რისთვის არის იქ. ვიღაც არის ურთიერთობისთვის სუფრაზე და ვიღაც არის გასაქცევად. და ეს დალევა კი ბატონო ერთ-ერთი რაღაცა ეს არის. მაგიტო გვაქვს გამონათქვამი, რომ დარდის გადაყოლება მინდოდა, მაგრამ დაცურავენო. ეგა, არც არის გასაკვირი სიმართლე რო ვთქვა რა, იმიტომ რომ მოდი რო შევაბრუნოთ ახლა კითხვა რა, აი თქვა ვიღაცა კი ბატონო. არ აღიარებს, მაგრამ თქვა აღიარა რა, რომ კი დარდის ჩახშობა მინდა. ანუ ალტერნატივა რა აქვს? ქართულ რეალობაში გულისხმობ. მე შეზღუდული არის. მე კი მოძებნე თქვა რაღაცეები შეიძლება, ვიღაცამ მოძებნა, ვიღაცამ უკეთესი მოძებნა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ინსტიტუციები, თუნდაც ინფრასტრუქტურა არც ინსტიტუციურ დონეზე არ გვაქვს ის, რომ ნახე, ჩვენ ვართ ჯერ კიდევ პატრიარქალური სოციუმი, რომელსაც აღარა ვართ რეალურად, მაგრამ უნდა რომ ჯერ კიდევ იყოს. და კაცი თავს იტყუებს, რომ კიდე პატრიარქატი გვაქვს. მაგრამ სინამდვილეში ამ დროს ცოლი ყავს გაშვებული საზღვარგარეთ, სამუშაოდ და მის გამოგზავნილზე ცხოვრობს. და ამ რეალობას რო ვერ უსწორებს თვალს, მე მიდის და ამ ფულს ისევ სასმელში ხარჯავს. რაც ყველაზე ხელმოსაწვდომი და მარტივია. კი ბატონო, იაფია. მარტივია და არ არის გაკიცხვადი. სოციუმში ჯერ მაინც ხო, იმიტომ რომ შენ უფრო მეც იპოვე ეგეთ შენაერს ვიდრე ისეც რომელიც გეტყვის რომ აი მოდი დღეს დავლიოთ აკვები მაგაში მეგობრებზე მაქვს საუბარი მოდი დღეს დავლიოთ აკვები მაგაში მაგრამ როგორც მეგობარი ჩემი ვალდებულებაა რომ შეგახსენო რომ ამით ვერ გადაჭრი მაგ პრობლემას და ხო არ გირჩევნიო რომ ხვალ ნაბახუსებზე კიდე დალევის ნაცვლად ავდგე და მოვიფიქროთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ისე რომ არავის არაფერი არ უთხრათ რა, მოდი მოვიფიქროთ უბრალოდ ჩვენს შიშებს და ჩვენს მინუსებს და ჩვენს თუნდაც არაკაცულ რაღაცა ნაბიჯებს ან განვლილ გზას თვალებში ჩავხედოთ და მოვიფიქროთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ერთად გადავჭრით პრობლემა. ხო, მაგრამ ამას უნდა ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ნებისყოფა და ძალიან დიდი შემეცნების უნარი, რომ მიხვიდე მაგ კითხვებამდე, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ერთი მეორეს ემატება, მე გამოხდება რა, რაღაცა იქ ვიღაც დაკარგა ვიღაცა ძვირფასი ადამიანი ახლობელი. შეიძლება ისეთი ახლობელიც არ იყო, როგორც თვითონ უნდა რომ მოგაჩვენოს თავი და ეს ტრაურში ჩავარდეს და სევდაში ჩავარდეს, მაგრამ ეს როლი უფრო მოწონს. აი მე თუ ეხა სევდიანი ტიპი ვიქნები, რომელსაც ბევრი დაკარგა, შესაძლებელი ტიპი, სხერპლოქცევა საკუთარ რასაც ქვია, აი ეს როლი მოწონს, იმიტომ რომ ამ როლში არავინ არ თხოვს, ეხა მიდი გარეთ იმუშავა. ეგ შემეზეთ უმეტესობა ქართველების კომფორტის ზონა არის. კი, ანუ ზუსტად მაგიტო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რატო ვახსენო პატრიარქატი, ანუ ნახე, კაც დღეს საქართველოში მიაჩნია, რომ პრობლემა თუ აქვს, მეუღლესთან არ უნდა ილაპარაკოს. და ძალიან საინტერესოა მაგაზე ChatGPT-ს კითხა ვიღაცამ, რომ აი ხელოვნურ ინტელექტს, რო იყო თქვა ეშმაკიო, რომელსაც უნდა რომ კაცობრიობა გადააშენოსო და რას იზამდიო. და აი კაცების თემაზე რო ლაპარაკობდა, ერთ-ერთი იყო ეგ, რომ კაცო დავაჯერებდიო, რომ ემოციების გამოხატვა სისუსტე არისო,
ამით ამასო დავბომბავდიო ამ ემოციებითო, მე რომ მავნეჩვევებზე შევსვამდიო და მე როგორც კაცის ესე როგორც ფენომენი, ძალა და ეს რაღაც დასაყრდენის ბურჯიო მოიშლებოდაო და მე იქ რაღაცები ბევრი დეტალი ქონდა, მაგრამ ზუსტად ემთხვევა. ზუსტად ჩვენი სოციუმის მორღვევა ზუსტად ემთხვევა, რაც არის, რომ კაცმა ჩათვალა რომ სისუსტეა ემოციის გამოხატვა, სისუსტეა რო თქვა რომ მეშინია, ან უშიშარი უნდა იყოს. უშიშარი თუ ხარ სულელი რავი, ჩემი აზრით. გიჟი ხარ, შტერი ხარ, სულელი ხარ, რავი, რა ქვია უშიშრობას, აბა. მაშინ ახარ გამბედავი და მაშინ ახარ ესე ვთქვა, მამაცი, თუ შიშს ხედავ, აღიარებ, ხვდები რომ ეს საშიშია, პასუხისმგებლობას იაზრებ, მაგრამ მაინც დგამ ნაბიჯს. და რა ისე მე პასუხისმგებლობას ვერ ვიაზრებ, მოდი 200-ით გავიქცევი, უშიშარი ვარ. ეს ისტერია ქვია. ხო. და მე რა ხდება, ხო? ანუ უბედური შემთხვევა და მე აი გეხვეწები დამინდეთ იმ ტირილი რაღაცა ზლუქუნი, რომ პასუხისმგებლობა აღარ აიღო იმაზე, რაც დაგემართა. იმიტომ რომ თავიდან არ ქონდა სამქმედებას ჩადიოდა. აი ეგეთი რაღაცეებია საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რაც გვაზიანებს რა, იმიტომ რომ ხა მე თუ რამე პრობლემა მაქვს ისეთი, რაც განხილვად არის მნიშვნელოვანი, ჩემი უღლესებს ხედავ და განვიხილავთ ხოლმე რაღაცეებს რა. ისიც ჩემთან მე მასთან ვისთან უნდა განვიხილო სხვასთან უფრო მნიშვნელოვანთან გარდა იმისა ვისთან ერთადაც ეკლესიაში შევედი და ღვთისწინაშე ფიცი დავდე რომ სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთად ვიქნებითო ანუ ვისთან უნდა განვიხილო ძმაც ყავს მეგობრებიც ყავს მათ გამო თავს გავწირო პირდაპირ მნიშვნელობით მაგრამ არის რაღაცები რაც ოჯახში უფრო მნიშვნელოვანია რომ განიხილო ვიდრე ოჯახს მიღმა იგივე პრინციპით, როგორც რაღაცაზე რო იკამათებ, არ არის სწორი, რომ წამოხვიდე და აი ეს ერთმანეთში ნაკამათები სხვასთან განიხილო, სანამ ერთად არ განიხილავ ჯერ. ეგ არის აი ზუსტად მაგას ვეძახი ჭორაობას მე. იმიტომ რომ აი მეგობრი ძმაკაცებმა რო იჭხულოს ერთმანეთში რა და წავიდეს და სხვაგან მოყვეს ამის ზურგს უკან რა ცუდია ის. მე მოbrunდება ძმაკაცები არიან შერიგდებიან დიდი ალბათობით და იმას საერთოდ სხვა წარმოადგენდა აქვს მის ძმაკაცზე. და ესენი შერიგდნენ, მაგრამ ამას დაავიწყდა, რომ იმასთან ცუდი აქვს ნალაპარაკი. არც ამასთან ბოდიში მოუხდი, იმიტომ რომ ზურგს უკან ილაპარაკა და არც იმასთან უკვე ესე ვთქვათ, ჩაუშლია დეტალურად, რომ აი იცი რა შენთან რო ვისაუბრე, ეს რაღაც აფექტური მდგომარეობა იყო და მაინც კარგად არ გამომივიდა, იმიტომ რომ რეალურად იმას არ გულისხმობდა, მოკლედ რა. და იმას გონია ცუდია, მე ესეც ცუდი გონია, იმიტომ რომ ცუდი თუა დებილი ხარ, რატო ხარ მასთან და მთელი ორომტრიალია და ეს ყველაფერი ხდება გონებაში. ამაზე ესე რაღაცა რომ ვიღაცამ რაღაცა ილაპარაკოს ესე არ არის რა და თუ არ საუბრობთ ამაზე, ესე იგი გაუბივართ ამ პრობლემას და რა გადაჭრეს ამ პრობლემას. ალბათ მაინც პირველ რიგში ხა კაცების შემთხვევაში განსაკუთრებით აი საკუთარ თავთან აღიარებით და გულწრფელობით იწყება, ხო რომ ეგ არის პირველი ნაბიჯები ამ დიალოგისკენ და ისო საზოგადოებაში ჩვენთან დეფიციტური ეგ დალაპარაკება იქნება კონსტრუქციული თუ რაღაცა კონკრეტული ჩარჩოში. ну გვახასიათებს და ფაქტია რომ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რომ რაღაცები მართლა აი ნორმალური დაჯდომით და დალაპარაკებით მართლა შეიძლება მოგვარდეს. ბევრად მარტივად. ბევრად მარტივად. უმეტეს ურჩევნია რომ ასეთ რაღაცების მაგიერ სისულელებზე ელაპარაკოს და უბრალოდ რო გაიყვანოს ვიდრე კონსტრუქციული და რამე სასაგებლო გააკეთოს ამ საუბრით, იმიტომ რომ რეალურად რა არის საუბრის ნიშა და რა არის საუბრის ხიბლი რომ დაждები ნორმალურად წესი არის გაევლი იმ თემებს რაც კიდევ არ გაიარო და ამას აკეთებ იმ ადამიანებთან ერთად ვისი იმედიც გაქვს რომ შენს ან განიხილავენ მაინც და მე ან საპირისპიროს გეტყვიან თუ არ ხედავენ იგივე მიმართულებით ან რაღაც ხრივ დაგეხმარებიან და ხას მოგიმართალენ. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ახსენე ხა საპირისპიროსაც გეტყვიანო ეგ მზაობა არა აქვს მიხვდით? განსხვავებულობას მიღებს. მაგის ზუსტად რომ მე თუ ვიტყვი ხა ამან არ დამცინოს, არ გამლანძღოს, არ გამაქილიკოს და რაღაცით იმაზე დაბლა არ აღმოჩნდე. და ძირითადად ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეგ არის ხოლმე, როცა არ ამბობენ ხა მე ეგრე მქონია მაგალითად რომ წვენოდა ხა ამან არ დამცინოს, ვიყავი ჩუმად. მაგრამ მე რომ მივხვდი რომ კაი, ამდენ სიჩუმეში, ამდენ დამალვაში იმ ადამიანს მაშინ ვისთან აქვს ურთიერთობა. ან მე თუ ჩემი ყოველდღიურობის, ჩემი შემადგენელი არსობის, ან როგორც მე პერსონალური ზურა, ვინც არის, ხო? მე ხო შევდგები რაღაც გადაწყვეტილებებისგან, აზრებისგან, ფიქრებისგან, მთელი ამბებისგან, ხო? ანუ თუ მე აქედან დავმალე იმ ხელა ნაწილი, რომ ჩემი არსი შევცვალე ამით მის თვალში,
მაშინ ვისთან მეგობრობს ის? ანუ გამოწვევ მე იმას ვატყუებ უკვე და უკვე მე გამოდივარ დამნაშავე ისე ამ შემთხვევაში. ხო? იმიტომ მე თუ ამას ვეტყვი რა, ჩემი ფიქრი არის, ხედვებია, გაუზიარებ იმის და მიუხედავად ის ამას ემთხოვა თუ არ ემთხოვა და მე ჩემთვისაც ეს ნორმა იქნება. მაშინ ვარ მასთან რეალური და მაშინ გავიაზრებ რეალურად ეს მართლა ჩემი მეგობარია თუ იმ ადამიანთან მეგობრობს, ვისაც მე ვთვლი რომ მისი მეგობარი ესეთი იქნებოდა. რას კონკრეტული ვერსია ხო? ხო, აი თუ ჩავთვალე რომ ახლა მაგალითად შენთვის მე ვიქნები კაი მეგობარი თუ მოვიქცევი ესე და ვიქცევი ეგრე როგორც მე ვთვლი რომ შენთვის ეს მისაღებია, ან მაშინ გამოწვევ შენ ჩემთან კი არა, ჩემ წარმოდგენაში შენ საუკეთესო მეგობართან მეგობრობ. და უბრალოდ ხარ დამაამებელი და რაღაცა. და მე შენ თავს კარგავ. მე უკვე გერღვევა ეს საზღვრები რა, სად თამაშობ, სად ხარ მოგონება ვინც გინდა რომ ის იყოს და სად ხარ რეალურად შენ. ეგ ხშირად კონფლიქტებსაც იწვევს იდეაში. ძალიან დიდი წყარო არის კონფლიქტების ალბათ. მე კიდე რას ვფიქრობდი ხა იცი რომ რაღაცნაირად ისეთი დაძაბული გარემო არის რომ ჩვენ ხო ვიძახთ რომ ვართ ქრისტიანული რაღაც საზოგადოება. ნუ შეუმწყნარებლობა არის ალბათ ეს რაღაცა ძალიან კაცრი არის შეუმწყნარებლობა რაღაცა დაუნდობლობა და ალბათ ეგეც არის რომ ადამიანებს შეადერთ უჩნდებათ ეს კითხვის ნიშნები, შიშები რომ აი ეს რო გამოვხატო, ეს რო თქვა, ასე მოვიქცე. მეორე მხარეს არის რაღაცა ეს ეკლები, რაღაცა ეკლიანი გზა და ადამიანები, რომლებიც აი არ დაგინდობენ. იმის მიუხედავად რომ შეიძლება შენი საყვარელი ადამიანები იყვნენ, ახლო ადამიანები იყვნენ, თუმცა მე რაღაცნაირად უკვე შენს თავში გამოიკიდებ ეს ფიქრები, რომ ვაიმე რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება მოხდეს, აი რაღაცა კატასტროფებს და საშინელ სცენარებს წარმოედგენ, უფრო დიდ საზოგადოების რაღაც ნაწილზე გადიხარ და ფიქრობ, რომ ვახ ეს არ შეიძლება, ეს აკრძალული, ეს სული არის, ეს აქ არ მოსულა, იმიტომ რომ ხვდები, რომ ეს შეუმწყნარებლობა, რომელსაც მეორე მხრიდან ელი, უკვე შენში არის ექსტერნალიზირებული, უკვე ინტერნალიზირებული შიგნიდან, რომ ეგ უკვე შენი სამოქმედო რაღაცნაირად ის გახდა რა წესი. ხო, ნუ ნახე ეხა რაზე ვფიქრობ, იცი რომ საიდან მოდის ეგ ამხელა ბრაზი შეუმწყნარებლობა, თუნდაც საიდან მოდის ეს რაღაცა დაუნდობლობა, რა განაპირობებს ამას განაპირობებს არარეალიზებული ოცნებები, ხო? ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით, რომ რაღაც კომპლექსის გამო, მაგალითად, ან რაღაცა კონკრეტული თავისივე გადაწყვეტილებებით, ხო, ძირითადად ეგრე ახლა რა თქმა უნდა ყველა სხვადასხვა რეალობა აქვს, ხო, ვიღაცა მილიარდერის ოჯახში იბადება და ჰარვარდის ფული აქვს, ვიღაცა მთელი ცხოვრება უნდა იშოვოს, რომ მინიმუმ ის 1 წლის ფული დააგროვოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვეტილებებზე ახლა წარმატება განპირობებულია ჩვენი ინდივიდუალური ხედვით და შესაბამისად მაგას მივყვებით. რა არის ჩემთვის წარმატება, მაგის მიხედვით საზღვრო მე სხვასაც. ხო? აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად ესეთი ვითარებაა, რომ არ ვრეალიზდი მე, ეს გრძნობები ხდება აგრესიული. მე სხვის წარმატებას ვაბრალი იღბალს, მე სხვაში კარგავ ესე ვთქვათ დობას და მაგალითად თუ მე მანქანა მიდგას წინ შუქნიშანზე და არ იძვრის, იმას კი არ ვფიქრობ, რომ რაღაცა დაბრკოლება აქვს წინ და მაგრამ იმას ვფიქრობ, რომ ჩაეძინა, ტელეფონში იყურება, ცუდი მძღოლია, არ ვიცი, რაღაცა ბოროტია, 1000 რაღაცას ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ მისკენ ვიყო. ანუ ინგლისურად რო არის, ხო, ეს აი benefit of the doubt. ანუ არ ვაძლევ ამას მე პოზიტიურ ჭრილში მივხვდი, ყოველთვის ცუდს ვფიქრობ. და ვიწყებ სიგნალებს და ეგეთი რაღაცეები. ანუ საბოლოო ჯამში ეს ბრაზი ალბათ მაქინე გამომდინარეობს, მაგრამ ეხლა ნახე ეგ არის ვფიქრობ, რომ პატარა ერების პრობლემა. ხო, მეც ხშირად ხსნი ეგრე მაგამოს. იმიტომ რომ იგივე ქართველები აი შტატებში თქვა რომ ჩახვალ, ნახე ქართველები როგორ ცხოვრობენ. ორი უკიდურესობა. ან ციხე, ან არა და კარგად ცხოვრობენ. ვინც ანუ რაღაც პერიოდის მერე ცხოვრობენ, აი შტატებში მაგალითად. შტატებში რატო ეხა, იმიტომ რომ შტატებში მეც პირველად როცა ჩავედი იქ საცხოვრებლად, მომიწია ნიუ-იორკში ცხოვრება და მოკლედ აი თითქოს ბეტონი აი ქონდა ეს შემოსაზღვრული. დღემდე აი ეგ ანალოგია როგორ დონეზე მაქვს, აი შეგრძნების დონეზე მაქვს, რომ აი ქონდა ბეტონი და იქ მოიმსხვრა ეს ჯერ ბზარები გაუჩნდა და მე ჩამოიშალა. რატო იცი რომ მე ვინ ვიყავი, რა მიკეთებია, რას გეგმავდი ცხოვრებაში, ან საერთოდ რას წარმოვადგენდი. კარგი თუ ცუდი თუ ნებისმიერი გზით,
მაგრა არ აინტერესებდა არავის. ძალიან არ აინტერესებდა სულ ბოდიში და ფეხზე ეკიდათ ყველაფერი ჩემს შესახებ. და ხო ვითომ საწყენია ეგ. რო აი გარიყული ტიპივით შეიძლება იგზო, მაგრამ რა მაგარია? ჩვენნაირი სოციუმიდან რო გადიხარ და ისე დამეხმარა ეგ მე რომ მან მივხვდი რომ პირველი სართულის გულნარა მაგალითად რომელიც პენსიაზეა გასული და პენსია არ ყოფნის რომ რაღაც ელემენტარული დაიკმაყოფილოს და ქმარი არ აყავს და არა აქვს პირობები ისე რომ რაღაცა სიყვარულში იყოს და რაღაცა მისი მთელი ცხოვრება შემოიფარგლება ვინ მანქანით მოიყვანეს და ვინ რა გააკეთა იმაზე არ უნდა დამწყოს გულ და იმის ჩემზე შეხედულებაზე ყველაზე დიდი სიდებილი იქნება რომ ავაწყო ჩემი გადაწყვეტილებები ცხოვრების მაგრამ ეს ხო ვითომ ძალიან მარტივი ჭეშმარიტება და არის კიდევაც მაგრამ ჩვენ სოციუმში მაინც გბოჭავს ეს ყველაფერი იმიტომ რომ განადებე პირველი სართულის მეზობლას თავ შენი მეგობარია შენი ასაკის ტიპი შეიძლება იყოს ეგეთი მაგიტომ მე ვიძახი ხოლმე რომ თუ რამე გამიკეთებია აი რაც გამომსულია ესე რომ თქვა კარიერული დაწინაურება რაღაცა ბიზნესი არის ნებისმიერ რაღაცა ყველაფერი გამომსულია თუ არ ენაზე კვილი თუ მაგ დაჭერილი მაქსიმუმ აი ჩემ მეუღლეს ვეთქვი და მორჩა რატო ეგეც კი რატო ეხა იმიტომ კი არა რომ არენდობი არა მან რამოდენიმე ფაქტორია თუნდაც იმიტომ რომ როცა ამბობ რამოდენიმე უკავშირია ხო ან რაღაც გაგლანძღავენ ან შეგაქებენ ან 1000 რაღაცა გენიოსურ არგუმენტს მოგიყვანენ თუ რატო არ გამოვა ეგ ყველაფერი იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანმა გამოცადა და არ გამოუვიდა იქ რაღაცა ეს მოკლედ რა ყველაფერი შენზე უკეთ იცის თუ რო კარგად დაგიბრუნდნენ შენ რაღაცნაირად აი რო იტყვა fulfilled როგორ არის ქართულ აი თითქოს აღივსე რაღაცნაირად აი ეს დაიკმაყოფილე ეს სურვილი წყურვილი რომ აი რაღაცა ბიზნეს იდეა ქონდა და მცირდება შენი мотиваცია რომ გააკეთო ის რასაც უყვები შენ მეგობარს და მე დიდი ალბათობა რომ რა სადღაც ძალისხმევა დააკელი და აღარ გამოდის იმიტომ რომ აი ძალისხმევის ამბავი ეხა ხო თუნდაც აი წინა შაბათს უნდა შეხვედროდეთ მაგალითად თოვლი მოვიდა ენერგია გაითიშა და ჩაიშალა ჩვენი გეგმა რა ძალისხმევის ამბავი რომ დღეს კიდე შეხვდით ორივე მხრიდან ხო ეს არ არის შეიძლება რომ დაგზარებოდა და ეხა კიდე რომ წერო აი თქვენ გეთქვათ რომ აი უხერხული ახლა ერთხელ რაღაცა მე ახლა ერთხელ და ახლა დამაღალატეს და აი ხო ხვდები აი გააჩნია როგორ შეხება არა და ბევრად მარტივადაა ყველაფერი შუქი არ იყოს შე მორჩა არა აქ მან რაღაცა თავები რომ ახლა ჩემზე ეს ფიქრა ეგ ყველაფერი არის ჩემში რასაც სიმულაციები არის მატრიცა არის შეგონებაში ანუ რასაც ფიქრობ მე რომ აი ესე ფიქრობს ეგ არის ჩემში ხო შეიძლება რომ იკითხო რომ დააზუსტო რომ იქნებ როგორ არის რეალურად კი მაგრამ არ გვინდა ხოლმე მაგის მოსმენა აი მაგას ვიძახი თუ არ გვაწყობს ეგაა ზუსტად ხო ანუ არ გვინდა იმიტომ რომ მოვისმინოთ სიმართლე მე შეიძლება აღმოჩნდეს რომ ჩვენ ვართ მტყუანები მიხდი ოჰო მან წება მე დიდი და კონფლიქტები მან არის ეგ თემა თორე აი მარტივ მაგალითად რო ავიღოთ ეხა ვიღაცამ თქვა არ მახსოვს აი წარმოიდგინე ეხა შენ ენაზე რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენოსო ეგრევე ბრაზდებიო მაგრამ ვიღაცა რომ თქვა ჩინურ ენაზე თუ არ იცი და არ გესმის იგივე შეურაცხყოფა მოგაყენოს და სახეზე ღიმილი კონდესო შენს გაუღიმებ ანუ მართლა ეგრეა წარმოიდგინე ხა ვეთრეში თვითმფრინავში შედიხარ უცხოენოვან სტიუარდესა რაღაცას იძახის თავის ენაზე გიღიმის და შენს ბუნებრივად უღიმი და რამდენი ქართველი იცი ქართულად რომ შეურაცხყოფას აყენებს საზღვარგარეთ ადამიანს ღიმილით რომ ის ვერ მიხვდეს რომ შეურაცხყოფას აყენებს ვიდეოებიც ხო არის ხო მე მაქვს ნახე რამდენიმე და იქვე ეთყობა სახეზე ექსპრესიას იგივე სტიუარდესა ან სტიუარდი ან ნებისმიერ თანამშრომელი რა მნიშვნელობა რომ დაგხვდეს ქართულად გაგიღიმოს იდენტურად ყველაფერი ხო შენ ენაზე გითხრას იგივე ხო გაგიჟდები და ხო ავტომატური პასუხი გექნება ანუ შენ გაიგე ესე იგი ეს და შენ ჩადი ამ სიტყვებში ძალა თორე თავად სიტყვას არანაირი ძალა არ ქონია ცალსახად ხო კონსტრუქცია არის იმიტომ დამოკიდებულება ერთნაირი იყო ის კაც დაგცინებდა ანუ შენ თუ ვიღაცა ტიპი ხარ რომელიც სახის მიმიკებით ხვდება ეხა ის ირონიასაც და რაღაცა აი მენტალისტი და ისინი გვარიან და ეხა კი ბატონო მაშინ იგივენაირი რეაქცია შეიძლება ქონდეს მაგრამ ეხა ეგ საერთოდ რაღაც სხვა მისტიკაში გადავდივართ ეგ ამბავია რა ჩვენ ვაძლევთ ამას ძალაუფლებას რა სიტყვებსაც დახარჯავენ ხო ეგ პრობლემა ალბათ რომ
ბევრ დროს და ძალის ფორმაზე ენერგიას ვუთმობთ. არასწორი მიმართულებით გვაქვს მიმართული. ეს მიმართული რა, ინვესტიციის ვაკეთებთ არასწორი მიმართულებით და კიდევაც აისახება, რომ რაღაცა კრიტიკული განვითარების სფეროები რაც არის, საკმაოდ ჩამორჩენა გვაქვს. არ ვადარებს ხებს ჩვენ საკუთარ თავთან რა პერიოდების გაგვულია. და ეგოს ამბავია ეგ? ჩვენ ერთი კითხვა მქონდა, რომელიც გამიჩნდა ხა რაც შენ თქვი, აი ქართველების შტატებში ყოფნაზე რაღაცა ჯგუფებად რო დავყავით და მე რასაც ვაკვირდები, ანუ ქართველების ეს ძლიერი მხარე არ არის ისტორიულად ჩვენი რაღაცა ევოლუციური ლოგიკა და პირველი ინსტინქტი იყო, რომ ასიმილაცია ადაპტაციის მაგივრად, თორე ჩვენ ამის ფუფუნებაც არ ქონია და ყველანაირად შეზღუდულები ვიყავით და რაღაცნაირად მგონი ეგ დღემდე მოყვება, დღემდე გვიქმნის პრობლემას, აი რომ ასიმილაცია ხო შეხევით, აი პირველი შეიძლება ის იყოს, რომ ეხა მე თუ მინდა საზოგადოებაში გადავრჩე, რეალიზება მოვახდინო მაგალითად აი თუნდაც ჩვენ საქართველოში ვიყოთ შიდა ჯგუფებში, კონკრეტულ ჯგუფებში, ან თუნდაც ქვეყანაში რა, პირველი შეიძლება ეს ცდუნება ქონდეს, რომ ასიმილაცია გავაკეთო, იმის მაგალითად ადაპტაცია გავაკეთო, მოვერგო რაღაცა კონკრეტულ სტანდარტებს, კონკრეტულ რაღაცა მოცემულობას, თუმცა დავიტოვო ჩემში რაღაცა ეს პრინციპები, ჩემი რაღაცა წესჩვეულებები, რომლებიც აი ჩემი იდენტობის და ჩემი პერსონალიტეტის ნაწილი არის. ეგ ალბათ ეგეც პატარა ერების კომპლექსია? და ამ ერების ალბათ ეგ ინსტინქტია, ამიგდალას ამბავია, ალბათ უფრო ვიდრე რამე სხვა. არ ვიცი, აი მაგაზე არ მიფიქრია რომ არ მოგატყუო. იმიტომ რომ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს ახლა მაგაზე, ხო? ახლა ჩვენს ელემენტარული რაღაცა რომ გვიჭირს, პირველი არის ან იჭხუბიან გაიქეცი რა, ეს ჩვენი ბუნებრივი ინსტინქტი არის, ახლა მაგას ვერ გავექცევით. მაგრამ თავარია აი ნახე კითხვა ჩემი მხრიდან კითხვა ესეთი არის, აი თუ ამდენი პირობითად წიგნი არსებობს, აი მაგალითად როგორ ვისაუბროთ საზოგადოებასთან, როგორ გავიგოთ ადამიანის სხეულის ენა, რა სურთ კაცებს, რა სურთ ქალებს, აი ათასობით სხვაზე მიმართული წიგნები, ძალიან ცოტა ან შეიძლება საერთოდ არ არის, ერთეული წიგნები არის. ჩემში აი რატო ვარ შტერი, რატო ვარ გვერდციგს მაგალითად, აი რატო ვარ ბრაზიანი მაგალითად, აი რატო ვარ აი მოსიყვარული, აი აი შიგნით რატო ვარ მიმართავ შემეცნებას, იმიტომ საბოლოო ჯამში ხო თუ ჩვენ ვიძახით რომ ჩვენ ვაწვით იმ ძალას, ხო იგივე თვითგადარჩენა, ხო აი ჩავედით აი რაც აღნიშნე, ხო აი ასიმილაციის ნაწილში ჩემთვის რა არის, აი თუ მე ვიძახი რომ აი ხა მე გადავრჩები თუ დავიწყებ აი ჭიქების დამზადებას, ანუ ჩემიდან გამომდინარე, რატო გადავწყვიტე რომ ჭიქების დამზადებით გადავრჩები მაშინ? და რატო არ გადავრჩები, თქვათ, არ ვიცი, აი წყლის გამოშვებით მაგალითად, ან რაღაცა მობილურების შეკეთებით, ან მშენებლობაზე მუშაობით, ხო? აი ხომ მიხვდი, აი ამ გადაწყვეტილებებსაც ხო აი ასიმილაციის ნაწილში ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიღებთ, ვინ ვარ ჩვენ? ვიღაცისთვის ასიმილაცია, რომ ისეთი ჯიქური მიაწვება, რომ საერთოდ სოციუმს შეცვლის. და თვითონ კი არის ასიმილირდება სხვასთან, იმ ჯგუფს მოახდენს, რომ ასიმილირდეს მასზე. იშვიათად, მაგრამ ხდება ეგეთი ტიპები, არიან ახლა რაღაცა ლიდერი ტიპები, რომლებსაც ბუნებრივად აქვს რაღაცა ხმის ტემბრი, დგომი, კომუნიკაციის უნარი, თავდაჯერებულობა შესაბამისი. და ახლა ყველაფერი საბოლოო ჯამში მოდის ზუსტად მაქედან, რამდენად ღარიბიერი ვართ. ახლა პატარა ერია მაგალითად რო აიღო ავსტრიაც გარკვეულწილად, ხო? რავი, სინგაპურზე რაღა ვთქვათ მაგალითად. კი, ახლა ბევრი სხვადასხვა ეთნოსის ადამიანია, მაგრამ ქალაქ სახელმწიფოა რანაირად შეძლეს, რომ ეს საოცრება ააგეს, ხო? მარტო დავიჯეროთ ეხა, რომ მარტო ინდოეთის და ჩინეთის სავაჭრო პორტი რო აქვს, მაგითო არ არის ეგრე, ბევრი აი წეღან ლიქوان იურო იყო, მაგითო დავინტერესეთ, თუნდაც რომ აი რანაირად შეძლო ამ ერთმა კაცმა ამ ხელა ესე რომ ვთქვა განსხვავებული რელიგიური, წამსის, ეთნიკის და შეხედულების ადამიანები გაერთიანებინა და ქალაქ სახელმწიფო აეშენებია ისეთი, რომელიც არის ჭაობიდან ამოიყვანა, ხო? როგორ შეძლეს გერმანელებმა ორჯერ ნოლზე გასწორებული და დანგრეული და ვალებიანი და მთელი ნახევარი მსოფლიოს ზიზღის ქვეშ სახელმწიფოს აშენება, რომელიც დღეს ეკონომიკურად პირველია ევროპაში ფაქტობრივად, ხო? იაპონიას კარგი მაგალითი არის. იაპონია, რომელსაც ჩაკეტილი ჰქონდა, რასისტები იყვნენ, სულ რაღაც 50
მაქსიმუმ 100 წლის წინ ჩაკეტილები იყვნენ ტიპებს, არ უნდათ რომ ვინმე მიიღოთ საერთოდ, ვაჭრობაც კი არ უნდათ. და სამურაები რომ ჩვენ დღეს გვიან მაგარ ტიპებად გონია, რამდენი სისასტიკე აქვს ჩადენილი. სხვის მიმართ და ჩინელებს რას უშვებოდნენ მაგალითად, კორეელებს რას უშვებოდნენ, დღემდე არ უყვართ, ხო? მაგრამ დღეს იაპონია არის, რავი, ჩემთვისაც კი მაგალითად ერთ-ერთი საოცნებო ქვეყანა, ცუნამები და მიწისძვრები რომ გამოაცალეთ, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი რა. მაგრამ აი რთული სოციუმია. ყველა რო დაუკვირდე, ყველა მაგ სოციუმს, რომელზეც ეხლა საუბრობთ, არის რაღაცა წესრიგი ახასიათებთ. აი ხანგრძლივ პერსპექტივაში წესრიგი. არა ის რომ რაღაცა უცებ აი ჰოპ აფეთქდა და აი ხა ჩვენ მქონდა აღზევების ხანები ხო ოქროს ხანები მქონდა რა იმპერიად ლამის ჩამოყალიბდით და ვიძახით რომ იმპერია ვიყავით მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ძირითადად აი ეს დახვტუნავთ რაღაცა ეს თანმიმდევრულობის კონსისტენცია არ გვაქვს კარდიოგრამოსავით ხან კარგად ვართ ხან რაღაც ვიღუპებით ხან გადაშენების პირას ვართ ხან ოქროს ხანა გვიდგას და ასე შემდეგ ხო ეგ არის ჩვენ ხასიათის ბრალი ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც შეგვიძლია რომ რაღაცა სტანდარტში მოვექცეთ. რისი ბრალია ეგ არ ვიცი, ალბათ იმის გამო რომ რაღაცა ისეთი რეგიონში მოვხვდით რომ სულ რაღაცა ომი და გადარჩენა და ანუ ჯერ კიდე მომთაბარეები ვართ რაღაც ხრი, იმიტომ რომ რაღაც სულ გაქცევა და დაბრუნება ტყიდან, მერე ბარში, მერე ისევ აშენება, მერე ისევ გამრავლება, მერე ისევ ბრძოლა, მერე ისევ ვაზი, მერე ისევ ცეცხლი, მახვილი რაღაცა ალბათ ესე დავბრუნდით სულ წინ და უკან და შეიძლება მაგან განაპირობა, მაგრამ თლად ქართველობას ვერ მივაწერ მაგას, იმიტომ რომ თუ ჩვენ იგივე აი რომ მივიდეთ მაგამდე რომ ასიმილაციის ნაწილში ჩადის ქართველი გერმანიაში და იქცევა გერმანელივით, აი მან კითხვა არის რომ გერმანელივით იქცევა თუ იმ ქართველივით იქცევა, რომელიც ოდითგანვე ქონდა ეს რაღაცა კულტურა, წესრიგი და უბრალოდ იქ მიეცა მაგ უნარს გასაქანი. თუ მას მსვლელობას გავყვებით, მაშინ ესე გამოს რომ აქ ისევ ერთმანეთს უშლით ხელს. მიხდი, იმიტომ რომ რეალურად ნახე მართლა არის მაგაში ლოგიკა, რატო იცი რომ მე მაგალითად ძალიან ბევრი ვიცი, ჩემი უბანი და ქუთაისში მაგალითად, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აი ძალიან ცოტას უმუშავია მაგედან, წავიდნენ საზღვარგარეთ და იქ ყველა მუშაობს. და მუშაობენ ზოგი ტაქსზე, ზოგი ტვირთმზიდა, ზოგი ტრაილერზე, ზოგი მშენებლობაზე. და რეალურად რომ გადმოთარგმნო ხა აქ რა ხარჯებიც იქ აქვს და რა შემოსავალიც იქ აქვს, აწონ-დაწონო და გაუტოლო თქვა მოცემულობას, აქაც შეეძლოთ მეტნაკლები, კი ნაკლები, მაგრამ იგივეს ესე ვთქვათ, ცხოვრების სტილი ცხოვრება. განსხვავებით იმისა, რომ ხა ზოგადად რო შეადარო, იქ სხვა სტილია და დონია ცხოვრების, აქ სხვა დონე და მეორე პლუსი რაც აქ იქაურობას, რომ იქ სულ შეგიძლია გაიზარდო. და აქ სადღაც რაღაცა ჭერს აარტყამ თავს რა და რაღაცა ახალის გაკეთება დაგჭირდება გამოგონება, რომ გადალახო ეგ ბარიერი. მაგრამ ეს ადამიანები 90% ვერ ლახავს ამ ბარიერს, ვერ მიდიან რაღაცა, ვერ ხდებიან ილონ მასკი, ან ვერ ხდებიან რაღაცა ისეთი, თუნდაც მაგამდე ბევრად ახლოს ენტერპრენიორებს, რასაც ვეძახით, მეწარმეები, რომ რაღაცა დამოუკიდებელი ბიზნესები შექმნან, ცოტა ახერხებს მაგას. და მაშინ არ გირჩევნია შენ ქვეყანაში შენ მოხუცებულ დედას მოუარო თუნდაც ბიჭს მაგალითად აი კაცებზე მაგ თუნდაც სათქმელიან ქალებს ნუ არსებობს მე უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან ვლაპარაკობ ეხლა არ მირჩევნია რომ თქვა დედას რომელიც ასაკში შევიდა და არ შეუძლია იმას მოუარო და ცოტა ნაკლები მქონდეს მაგრამ ახლოს ვიყო და ეს ემოცია შევინარჩუნო ვიდრე იქ წავიდე $10,000 მქონდეს თქვა ბევრად მეტი მქონდეს ხარჯიც ბევრად მეტი მქონდეს მაგრამ მეც დასტრესილი ვიყო და აქაც ადამიანი უპატრონოდ ყავდეს. ხო, ანუ აი ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის იქამდე რომ მე თუ აქ არ მივიღე გადაწყვეტილება რომ მე მუშავა ტაქსზე, იმიტომ რომ მიტყდებოდა რომ ჩემი მეზობელი მაგალითად თემო რას მეტყოდა, მე ორივე ერთად იქ წავედი და იქ ორივე ერთად ტაქსზე მუშაობთ. და ვიცით რომ ვერ გავბედავთ ერთ ერთი თქმას, იმიტომ რომ ერთმა მაინც თავი რო დაანებოს, მე ქირას ვეღარ ვიხდით. ჩემი ჩივრები და დაგვადეპორტებენ და ასე შემდეგ. ან იქ უკვე უკან დასახევი გზა აღარ აქვს და მაგიტო აკეთებენ ამას. ანუ ჩვენ ესე უნდა მოვძებნოთ ფორმულა, რომელიც საქართველოში რაღაცნაირად დაგვიბალანსოს იმას, რომ ერთმანეთს დაცინვის გამო ქვეყანა ესე უსხლოსკენ არ წავიღოთ რა. ეს თვითგადარჩენის რეჟიმი ბუნებრივი მდგომარეობა არის, ხო.
აი არ შეგვიძლია რატო ახსენე ხო დასაწყისშიც რომ სტუდენტური ამბავი ხო? ყოველდღე რომ რაღაც ცოტა 15 წუთი 9 საათი ისწავლე, იმეცადინო, რასაც ეძახიან, ხო, რომ რაც გაქვს სასწავლი. ხო, ბევრად მარტივად მიაგორები, გადახედა, მე უფრო მარტივად ჩაავა, მაგრამ რატომღაც მეც მათ შორის ეგრე ვიყავ, ხარ გეგონოს ვიღაც რაღაც სკოლას. ჩვენც ეგრე ვართ. მეც ეგრე ვიყავ, უნდა დააკვდე და რაღაცა მე შაურმა გამოიძახო და გადაათენო და ამოიღამოთავები და მე უკანა გზაზე რომ გამოსცდე რომ გზაში სამჯერ გაცდები გაჩერებას, იმიტომ რომ ჩაგეძინა მაგალითად. მე ჯავახიშვილს რო სწავლობდი, მაღლივში იყო გამოცდები და რავი, რამდენი 2 ნომერს მოყვებოდი, ანუ 21 ავტობუსს, მაშინ ეგრე იყო და რამდენი ყოფილა რომ აი გავცდებოდი გაჩერებას, გამაღვიძებდა მძღოლი რომ ბოლო გაჩერება არ ჩადიხარ, მე უკანა გზაზე კიდე ჩამეძინებოდა და ბოლოს ესე ვიყავი ხოლმე რომ არ ავცდებოდი. აი ეგაა რა ჩვენი ხასიათი რაღაცნაირად, მაგრამ ეგ მოდის ბავშვობიდანვე რა. ანუ განათლების სისტემა ეგრე რომ ანუ განათლების სისტემა გონებო აი მე რო გეუნები ეს არის სწორი ან გეუნები და გააკეთე ოჯახში რატომ მეუნები და გავაკეთე კაი გავაკეთე მაგრამ თუ არა ამიხსენი რას ემსახურება ხო ჩემით ვერ მიხვდები და შენს რო არაკეთებ იგივე მშობელი მაგალითს ვარ აზრი თუ ეგრე ერთ კი ბატონო ეგ ცალკე თემაა ჩემთვის რართული ეხა მაგალითად რომ ანუ რასაც ამბობ ის აკეთო რა ან ძალიან თან ბავშვი როგორაა შეიძლება დღეს დაინახოს და 3 თვის მერე ამოგიგდოს აი კომპიუტერში რაღაცა ჩაკეცა გვერდს და მერე გახსნი ეგრეა რა ჩაკეცავენ ამას ყველაფერს და 3 თვის მერე ამოგიგდებს ისე გეტყვი ზუსტად თან ჩასვამს კონტექსტში უკვე იმიტომ რომ მიხვდა რაც იყო ის კონტექსტიდან გამომდინარე და გეტყვის რომ შემოიწყავ თავში ვაიმე ხო ეს როგორ ისწავლა ის შენ თავში შეიძლება არ დასვა კითხო რომ შეიმბრალიო ისგან ისწავლა პირველი კითხვა ეგა შენგან ისწავლა აი გამოთქმა ის ინგლისურად რომ მიქადაგე რასაც აკეთებ და აკეთე იმასაც გადაგებ რა ალბათ ეგ წესად უნდა დავნერგოთ უნდა ვეცადოთ ინდივიდუალურად მაინც აი კითხვა რომ დამისვი ან კი დასაწყისში რომ TikTok-ზე რატო გადაწყვეტე ვიდეოს ჩაწერა ჩათვალა რომ ეგაა ჩემთვის ეგ ნახე პირველი კითხვაზე ნახამდე მოვიდით პასუხი გაიცა ბოლოს ისე მოკლედ გავიდით ბოლოსკენ ახლა სამწუხაროდ დროში შეზღუდული ვართ როგორც ყოველთვის სანდრო არის ჩვენი ისა რა ქვია სანდრო შენ ხარ ჩვენი კომენდანტი არგაც მარტო სანდროსაც უნდა ვაბრალებ ახლა ხო რაღაც წიგნობართ უხუცეს დავარქვათ ეს სანდროს კონტროლებდეს სანდრო შენ ხარ ჩვენი წიგნობართ უხუცესი შენ ხარ ჩვენი წიგნობართ უხუცესი წიგნობართ უხუცესი მარტო წიგნობარი დავტოვოთ უხუცესი კაი წიგნობარი მოხდა ცუდად და კაი წიგნობარი კაი მე გაგიხსნით მოკლედ სანამ დავამთავრებდით ყველა სტუმარს ვატოვებინებთ რაღაც გამოთქმას ან კითხვას რომელსაც მე ვაკრავ და აი შენც რო დაგვიტოვე დაგჭირდება არ იქნება პრობლემა შეგიძლია მოიფიქრო ან თუ რაღაცა გააქვს თავში რომ კიდევ დაგვიტოვო და გაგვიზიარო ნება შენია კითხვა ან ესე არა გამოთქმა ან ფრაზა როგორც გინდათ არ იქნება არანაირი პრობლემა იმიტომ რომ ბევრი სტუმარი არ ყოლია იდეაში მაგრამ ზოგმა კითხვა დატოვა ზოგმა რაღაც თავის ფრაზა დატოვა თავის მოსწრება დატოვა და რაღაცა ტრადიცია ჩამოგვიყალიბდეს რომ ფოტოების გადაღება და რაღაც გაკვრა ფრაზების დატოვება და კიდე ერთი რაღაც მოინტერესებდა ეგ ზოგადად ვერ მოვასწავლე მაგ კითხვის დასმა პოდკასტის დაწყებამდე რომ აი მაგალითად რესტორნებში საქართველოში რატო არის რომ ანუ ჩვენ ხო გვაქვს ძალიან დიდი ჰიდროენერგია და ეს ჰიდროეს წყალი ძალიან დიდი რესურსია ჩვენი და ეს ონკანის წყალის ტრადიცია რატო არ გვაქვს აი მაინდა-მაინც ბოთლის წყალი რო არის რაღაცა სტანდარტი სულ მაწუხებს ეგ ისა წყლის მანდ წყალზე მეტად უფრო შემოსავლის ამბავია პირველი ის რომ რესტორანი საჭმელში ყველაზე ნაკლებ მოგებას ნახულობს ზოგადად რაოდენობით სწავლობს არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა რომ საკვების გამო მივდივართ ყველაზე დიდი მოგება არის აი მსგავს დეტალებში წყალში მაგალითად დესერტებში რაღაცა ესე დამატებით სასმელში ნუ ალკოჰოლი თავისთავად სასმელში და რაღაც ესეთი პატარ-პატარა ისეთი უმნიშვნელო საკითხები იმიტომ რომ სუფრას ესე რო თქვა მენიუს რო ვადგენთ უყურებთ ხაჭაპურის ფასს მაგრამ არ უყურებთ წყლის ფასს მაგალითად
უმეტეს შემთხვევაში ვიღაცა მაგასაც უყურებენ უმეტესად ახლა რაღაცა მაგიდასზე რომ რაღაცა 10-15 კერძი შეირჩევა სუფრისთვის რაღაც ბანკეტისთვის ან რაღაცისთვის იქ რო რაღაცა 6 ბოთლი წყალი ძდევს და 30 ლარის ღირებულებისა შეიძლება მაგას არავინ შეხედოს მიხდე აი ბევრად უფრო ბიზნეს მომგებიანი არის ვიდრე ონკანის წყალი ერთი საკითხი რა და მეორე კიდე ნუ რავი ონკანის წყალი რაღაცაში უნდა მოგიტანოს ეს რაღაცა ჭურჭელი ეს ჭურჭელი მსხრევადია შესაბამისად მეტი ხარჯი აქვს იმას და ამ ხარჯს ან გასწევს იმის გამო რომ უნდა რომ შენ უბრალოდ გასიამოვნოს ან არა და არ გასწევს იმიტომ რომ თუ შენ არ მოითხოვ მე მირჩენია რომ მოკიდო ის რაც დაფასოვებულია შენც უსაფრთხოდ გზნობ თავს და მეც ვიცი რომ ვერ მომედავები ამაზე რა იმიტომ რომ მე არაფერი ისეთი არ მომიტანია რაც კუსტარულია და რის წარმომავლობას და ხარისს ვერ დავადასტურებ და ონკანი და ვერ ვადასტურებ. მე ხვდი კი დავადასტურებ, იმიტომ რომ მე მავალდებულებს სახელმწიფო და შრომით უსაფრთხოებას და სამინისტროები რომ ვამოწმო წყალი ქალაქიდან მოწოდებული მე ჩემთან რამე ხო არ ემართება და მე როგორ გამოდის ონკანი, მაგრამ მაინც ახლა ონკანის წყალია რა. ეს ახლა უფრო გასაგები არის ეს საკითხი. ცნობილი კითხვა იყო შეიძლება. შეგვიძლია მე ცალკე მასაკო უფრო სიღრმისეულად გამიხილოთ რომ მოვჩებით თუ რამე. რამდენს შეულობს მაგაში ობიექტი. აჰა, კი ბატონო. კი ბატონო. მოკლედ თუ ვერაფერი ვერ მიფიქრეთ არა პრობლემა. შეგვიძლია მე რაღაც დრო დასივცე მოგცეთ და მოიფიქრო. არანაირი პრობლემა არ არის. ეპიზოდის მე შეგიძლია. ხო, ალბათ რაღაცა ეგრე წარმომედგინა უფრო. ოკეი, კარგი. ჩამოაყალიბებ და. კარგი. ერთიანობაში ალბათ ის ტექსტი არის რომ ისე და ისე რა თემატიკაც ქონდა იმას უკავშირდება რა. როგორი ცხოვრები, რომ იცოდე რომ არც არავინ გაკიცხავს და ვერც ჩაფლავდები რა გადაწყვეტილებებს მიიღებდი. აუცილებლად დაისადურებს ამ კითხვაზე. ეგ კითხვა ან რაღაცა მე დავწერე. მაშ დაგემშვიდობებით ჯგუფასა მაყურებლებო. ზურა სოციალურ ქსელებს ლინკები იქნება. აუცილებლად იქნება აღწერაში და გადადით მოინახულეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კონტენტი აქვს და ჩემი აზრით ყველას საჭიროა რომ ასეთ რაღაცებს უსმინოს ხოლმე. და ჯანსაკრიტიკასაც ყოველთვის მე პირადად მართლა არ მაქვს პრობლემა მიხარია და მივესალმებ კიდევაც. იგივე შეგვეხება ჩვენც, ჩვენი სოციალური ქსელებიც მოინახულეთ, კრიტიკას არც ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით და მივიღებთ, რა თქმა უნდა ჯანსაკრიტიკას და არა სისულელებს წაღან რო ვახსენე და ეგ შენ ფილტრავ ეგრე. არა, კაი, შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ მაინც. ხო, ეს აგურას მე-12 ეპიზოდი იყო. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. ნახვამდის. დიდი მადლობა ზურა. მადლობა კარგად. თქვენ მოწვევისთვის.